მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლობო, დღემშვიდობისა ტელეკომპანია მეგატივის პირდაპირ ეთერში ტრადიციულად დაიწყო ჩვეულ დროს ძალიან ფერადი გადაცემა, ძალიან გულწრფელი, რომლის მიზნები ყოველთვის დადებითია. მე ვფიქრობ და ამით არც არაფერს არ ვაშავებთ. ჩემს სტუმრებთან ერთად ვცდილობთ დღის გარკვეული პერიოდი გაგილამაზოთ, გაიგოთ ბევრი სიახლის შესახებ და გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იქნება. გადაცემის სტუმრს წარმოგიდგენთ ქალბატონი მანანა კიკაბიძე გვეწვია, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი. მოგესალმებით ქალბატონო მანანა. ძალიან მიხარია რომ დღეისათვის მეწვიათ, როგორ ბრძანდებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით, ზუსტად ისე როგორც გაზაფხულს შეეფერება და შეშუნის. როგორ ხართ? კარგად ვარ, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ არაჩვეულებრივ სტუდიაში პირველად ვარ. ნუ რა თქმა უნდა თქვენი სტუმარი ხშირი ვარ, მაგრამ ეს რაღაცა ის მყუდრო გარემო და სილამაზე მინდა წარმატებები და ბევრი წარმატებული ეთერი გისურვოთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. წარმატებულ ეთერებზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ ეთერის წარმატებას განაპირობებს ქალაქის ცხოვრება. მით უფრო ქალაქის კულტურული ცხოვრება. ქუთაისი როგორც კულტურის ცენტრი ოდითგანვე ამაზეც იმდენი დაწერილა და თქმულა ჩვენ ახალს ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ალბათ თქვენულ ხედვებს გაგვიზიარებთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაში თქვენი წვლილი შეგაქვთ. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ალბათ ერთნი ოჯახი ხართ და ბევრი თაობა აღგიზრდიათ, გაზარდეთ, მაგრამ იქამდე მოდი მარტის საწყისებზე ვისაუბროთ, რომელიც მოისაზრება ქალთა კვირეულად არის. მითხარით როგორ აღნიშნეთ დედის დღე, რა მოლოდინები გაქვთ ხოლმე გაზაფხულთან ერთად და იწვევს ეს ყველაფერი თქვენში აღფრთოვანებას თუ ყოველი დღე ქალს ეკუთვნის და ამაში არც არაფერი არ არის, ხო? აი თქვენი ხედვა მაინტერესებს უბრალოდ. ნუ გაზაფხული ახლა რო გითხრათ რომ დიდად გაზაფხულის განწყობა რაღაც თებერვალმა კუდი მოიქნია როგორც იტყვიან, მაგრამ ესეც აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან ცხელი დღეები იყო და ზამთარი არის, ზამთარი ნამდვილად და მინდა გითხრათ მართლა უნდა იყოს, მე ასე მინდა ყოველ შემთხვევაში რომ ყველა დღე იყოს ქალის, იმიტომ რომ ადრე იყო საუბარი გენდერულ დისბალანსზე, ახლა აღარ არის უკვე, გენდერული ბალანსი ნამდვილად დაცულია მეტნაკლებად. ბევრი ქალი ზოგი პარლამენტშია, ძალიან ბევრი ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიან და რა თქმა უნდა მივესალმები ამას, იმიტომ რომ ძალიან ძლიერები ვართ ახლა. მამაკაცებს არ ეწყინება და მამაკაცების გარეშე რა თქმა უნდა ერთი დღე არ გვინდა ვიცხოვროთ, მაგრამ ძლიერები არიან ძირითადად ქალბატონები. მე სულ ვიძახი რომ მამაკაცებმა შვილები უნდა გააჩინონ და უნდა ნახონ ის ყველაფერი გამოიარონ, ხო? და ძალიან მივესალმები იმ ფაქტს რომ აი ქალი მარტო ოჯახში რა თქმა უნდა და დიასახლის მარტო რაღაც მინდა რომ რეალიზებულიც იყოს თავის საქმეში, იმიტომ რომ ყველაფერი შეუძლია სწორედ განაწილების დროის შემდეგ შეიძლება რომ ყველაფერი გააკეთოს ის სამსახურიც და ის ოჯახი და პირადი საქმე ყველაფერი სივრცე მოაწესრიგოს. კარგით, ქალი არისო ძლიერიო. ქალის ესე ვთქვათ გაძლიერებას რა განაპირობებს, ხო? ზოგჯერ ეს ქალის ძლიერე კომფორტის ზონიდან გამოსვლას ნიშნავს და ამის ხარჯზე ხდება ქალი ძლიერი. აი რა გარემო ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ქალი გაძლიერდეს? იცით რა, ბევრი ქალის შინაგანად არის, თვითონ არის რაღაცა. ქალებისათვის მებრძოლის სულის არის. სხვათა შორის, ყველა გადაწყვეტილებასაც იღებენ, სწორ გადაწყვეტილებას მივესალმები და ძალიან ისეთი თავიანთი პოზიციები აქვს და შინაგანად არის ქალის ზოგადად ძლიერი, მაგრამ თუ გვერდით კიდე გიდგას ისეთი მამაკაცი, რა თქმა უნდა, რომელიც კიდე გაძლიერებს, ახლა მარტო ქალი, რა თქმა უნდა, არიან ქალბატონები და მე ყველას უსურვებ, რომ შექმნან ოჯახები და ძალიან დიდი სურვილი მექნათ პირადი ცხოვრება მქონდეთ ძალიან კომფორტულად და ყველა მოწყობილად, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდით ვინც აკავს მამაკაცი. ახლა დღეს უკვე სხვა მდგომარეობა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ქალები უკვე უმეტესობა მუშაობს და მამაკაცები რაღაც ცოტა ესე კადრს მიღმა არიან, სხვათა შორის ეს რა თქმა უნდა ძალიან მაღელებს და ალბათ თითოეულ თქვენთან გასად თქვენს და იმიტომ ვიძახი, ქალმა უკვე აიღო თავის თავზე ძალიან ბევრი ოჯახის მოვლა, აღარაა საუბარი დიასახლისობაზე და შვილების მოვლაზე, ეკონომიურ მხარესაც გულისხმობ და ძლიერია ქალი, აბა რა არის, თავისთავად ძლიერია და სამწუხაროა ისიც რომ ემიგრაციაში ძალიან ბევრი ქალი. ძალიან ბევრი ქალია და
აი რომ ხედავ მართლა აი ის ადამიანები ვინც წასულებერე მარტო ქუთაისიდან რო დაბრუნდნენ დღეს მართლა არაფერი გვიჭის და თავიანთ საქმიანობას დაუბრუნდნენ იმიტომ რომ ნამდვილად დასანანია ყველას უმაღლესი აქვს დამთავრებული ყველა ნიჭიერია ქართველი ქალი საერთოდ ქართველი ადამიანი არის ნიჭიერების ამოუწურავი საბადო სულ ამას ვიძახი საერთოდ გარდა იმისა რომ მუსიკალურ და თეატრალურ ტრადიციების ქალაქია და ყველა მუსიკალურია ამ ქალაქში ისე ქალბატონებიც რაღაცა ისეთები არიან ნამდვილად დასანანია ემიგრაციისათვის იმიტომ რომ მათ შეუძლიათ რომ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთონ თავიანთი ქალაქისთვის და მაგრამ ამისთვის უნდა იყოს საშუალება და მოცემულობა და ეს უნდა იყოს ფინანსურად სტაბილური იმეც ვიტოვებ რომ დადგება არ არის ალბათ სიხარულით გადადგმული ნაბიჯი ემიგრაციაში რა თქმა უნდა ემიგრაციაში ვის ხალისება წასვლა მაგრამ იმედია ისეთი დრო დადგება სულ მალე მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და საერთოდ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ მინდა გითხრათ არა ვარ ისე ყურებ ჩამოყრილი ადამიანი რაღაცა ყველაფერსგან პოზიტივს ვეძებ და ასე რომ მინდა რომ ყველას დაუბრუნდეს თავიანთ ოჯახებს და თავიანთ საქმიანობას ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმიტომ რომ ყველაფერი კიდე ერთხელ ვიმეორებ ყველაფერი შეუძლია ქალს აბსოლუტურად ამოდენა ოჯახის მოვლას და თავის საქმის კარგი თქვენ ბრძანეთ რომ ქალები მხოლოდ და მხოლოდ სამზარეულოსთვის ძალიან ესე რომ ვთქვათ ცუდად განხილული თემაა შეიძლება ამ კუთხით ახლა რომ გასულ წლებს ბოლო რამდენიმე ათწლეულს რომ გადავალო თვალი შეიძლება რაღაცები შეიცვალა ხო შეიძლება რეპრესიული იყო ოდნავ გაუმჯობესდა ვერ ვიტყოთ რომ რაღაცა მოგვარებულია მაგრამ ნათელი წერტილები აქ-იქ გვაქვს მაგრამ ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები ვიცნობ სამზარეულოშიც მოწოდების სიმაღლეზე არიან პროფესიაშიც მოწოდების დროის მენეჯმენტ მოდი ვისაუბროთ ამ ტერმინს თქვენ ამას ვიძახით სწორად უნდა გადანაწილდეს რამდენად ახერხებთ მე ნამდვილად ახერხებ და გითხრათ ესე იგი არ ვიცი წინა რო ვიყავი წინა თქვენ და სტუდიაში მე მგონი ამაზე ვისაუბრე იცით რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ განაწილებთ კვირა დღეს ერთ-ერთი დღეა ნუ როცა ყველაფერი ერთად კიდე გააკეთო ყველაზე არამობილიზებული შემიძლია თქვა ვარ კვირა დღეს რაღაცა მოშვებული იმიტომ რაღაცა ვიცი რომ მოსწავლე არ არის სამსახურში არ უნდა წავიდე არც კვირა დღეს ერთი დღე გავიკეთე ჩემთვის გამოსასვლელი დღე რომ რაღაცა მართლა მთლიანად ოჯახს მიხვდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა ძალიან ბევრი საქმეა ყოველთვის. მაგრამ როცა პატარები მყავდნენ, მაშინ კიდე უფრო, ნუ არ ვიცი, მე მართლა მიყვარს და მეუბნები ან ასეთი ენერგიული, ჩემნაირი ძალიან ბევრია ჩემს ირგვლივ, თუნდაც. მაგრამ რაღაცა აი იმას თავისი დრო აქვს, უნდა მოასწრო რაღაცნაირად. აი ვერც გეტყვით როგორ ვასწრებდი. იმ მოსწავლეებსაც მე მოვიდოდი სახში უცბად, მე აი ორჯერ მივიდოდი ზოგჯერ სამსახურში, მაგრამ რაღაცა ისეთი მობილიზება ხდება, როცა გიყვარს შენი საქმე და როცა გინდა რომ არ ჩამორჩე და გინდა რომ განავითარო შენი თავიც და რაღაცა გააკეთო ამ სფეროში და ჩვენ ახლა მით უმეტეს თაობების ახალგაზრდა თაობების აღზრდას ვემსახურებთ, უფლება არ აქვს ელემენტარულად რომ რაღაცა მოეშვა. მით უმეტეს უფლება არ აქვს რომ ოჯახს მოაკლო. ბიოლოგიური შვილი რამდენი ხართ? ორი შვილი, ორი ბიჭი. და არაბიოლოგიური? რამდენი? ძალიან ბევრი. არაბიოლოგიური ეხლაც ჩვენი კურსდამთავრებულები, ჩემთან დამთავრებულები მოდიან და ეს მადლიერები და ეს ტკბილი სიტყვები არის. მე ამ ბოლო დროს საერთოდ ცრემლიანი ვარ და ემოციური და რაღაცა ყველაფერზე, კარგ სიმღერაზე, ყველაფერზე მეტირება ხომ. ნუ რომ მოდიან ეს ბავშვები და რაღაც ეს თან უკვე დაქალებულები და კაცები და ქალები ასე ვთქვათ. უკვე დიდები და რომ ახსენებენ ყველაფერს რაღაც ვიდეოებს მაჩვენებენ როგორ უკრავდნენ რაღაც. ეს იმხელა ემოცია, ამაზე მეტი ბედნიერება არ ვიცი რა. ისეთი ბედნიერი ვარ ამ დროს, რომ რაღაცა გაგიკეთებია და ვიღაცა ყავს მადლიერი. როცა გიყვარს, მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ვიძახოდნენ ერთხელ ერთი პედაგოგი შემხვდა და ძალიან კარგი პედაგოგი, სხვათა შორის საწოდავი, დოდოჭი, სიჭინავა ყველა მიცოდა და როგორ ბრძანდებით, როგორ არიან თქვენი ბავშვები თქო უთხარით. ბავშვები იგულისხმა, მაგრამ თავის მოსწავლეებს და იმ ადგილს ვერ მიკეთებს და იმას ვერ მიკრავს და შვილზე გეკითხები, შვილებს. იცი, როცა ასე შეწირული ხარ შესაქმეზე რაღაცა ვერ იტყვი რომელია პირველი თუ მეორე, იმიტომ რომ ოჯახი თუ შენი საქმიანობა. ეს ერთობლივად რაღაცა ისე მოაქცია
გვაქვს ცხოვრებას, რომ გარკვეულ ასაკამდე ალბათ ბავშვებს უფრო მეტი დრო სჭირდება. ხო, შვილებზე მაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. მე რა თქმა უნდა, მე დედაც მეხმარებოდა. აუცილებლად მე მაგენ ვარ ყოფილიყო, ჩემი დედა და მამა ნაკლებად ჩემ მეუღლეც ასე თუ ისე მაინც გვიანობამდე სამსახურში, მაგრამ ხელი შეწყობა მქონდა, ისიც არიან ოჯახები, რომ აი მაგალითად 6 საათზე და 5-ზე თავდება სამსახური და ეგეთი ამ მქონია. ეს შედეგიც არ მექნებოდა გამორიცხულია. ეს ხელი შეწყობას რო ყოფილიყო, ამასაც ვერ მივაღწევდი და ცოტა ისეთი მკაცრი მეუღლე რომ ყოლოდა, რომ არის 5-ზე და 6-ზე. არა, ჩვენთან ნახე თავისუფალი გრაფიკია. 10-ზე რო იწყებ 8-ზე, 9-ზეც მოვდივარ და პედაგოგები მართლა თავს იკლავენ მუშაობით. ასე რომ იმ დროს არ გამჭირებია ახლა მით უმეტეს უკვე დიდები არიან და სხერპლის გაღება არ მოგიწიათ ან ოჯახი ან საყვარელი საქმიანობა ხო? არა, ნამდვილად არა. ბევრი ქალი დგას ალბათ დილემის წინაშე. რა თქმა უნდა, ბევრი დგას და ბევრი კარგი პროფესიონალი დაიკარგა ამის გამო. ეხაც მუშაობენ ჩვენთან ასეთ პედაგოგები და მართლა დაკარგეს ის წლები იმის გამო რომ ოჯახიდან რაღაცა დედამთილი მეუღლე და რაღაცა აკავებდათ ასე რომ მაგ მომენტი ნამდვილად სრული თავისუფლება მქონდა მაგ ხრივ და ხელშეწყობას რა თქმა უნდა ფიქრობ ხელშეწყობას რომ მქონოდა მახსოვს მე კარიასკედას მივყავდა ჩემი უფროსი შვილი და ფეხბურთელად ვიყავი დეკრეტში ვიყავი ხელფასსაც არ ვიღებდი მაგრამ იმ რეპეტიციას დავდიოდი ეს რაღაცა შინაგანი მოთხოვნილება ხო რაღაც არ ვიცი რა ქვია სახელი ხო და ამიტომ შეიძლება რა ყველაფერს როცა გიყვარ შენი საქმე და როცა ვალდებული ხარ რომ ეს ასე გააკეთო და შენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას აუცილებლად გააკეთებ ყველაფერს მონდომება ანუ თქვენი შვილები ოდითგანვე კლასიკური მუსიკის თანხლებითი იყვნენ. ჩემი შვილები კლასიკური მუსიკა. ეხლა მინდა გითხრათ. ჯერ ერთი დამყავდა ორივე და რა თქმა უნდა როგორც ყველა დედა ვერანაირ ყურადღებას ვერ ვაქცევდი ჩემ შვილებს. სხვა პედაგოგებთან მყავდა. უფროსი არა აქვს მენა და ისა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვეულებრივად ისე უყვარს და რაღაცას თავისის ღიღინებს. რაც შეხება უმცროს რა უმცროს ახლა უკვე დიდები არიან 33 და 28 წლის ბიჭები დაოჯახებულიები არ არიან და იმედია ღელავთ ამ საკითხზე? ღელავ მინდა გითხრათ ხო იმიტომ რომ რაღაცა მინდა რომ დროულად ყველაფერი გააკეთო და მეორე ბიზნესი და მენეჯმენტი დაამთავრა მეორე ბიჭმა ერთი დღეც არ მუშაობია ამ თავის პროფესიით ნუ რომ გაიტაცა გიტარა მუსიკა ნუ ეს ჩემი ბრალია უკვე რომ გამომეპარა ეს პერიოდი მოსწავლეებზე გადამკვდარი ვიყავი და ეხლა მე ისწავლა თავის ყველაფერი წერს თვითონ ფრილანსერია მოიხსენებათ ახლა უკვე რაღაც შეკვეთებსაც იღებს ყავს თავის ჯგუფი მღერის და უკრავს და ნუ აქ კონცერტები გერმანიაშიც იყვნენ პოლონეთში და ასე რომ უკვე სერიოზული მუსიკოსია ასე ვთქვა და ასე რომ რაღაცა რესპონდენტიც ვიპოვე მგონი ამ საუბრებში თბილისია თბილისზე ცოტა ისეთი გეწევათ იმედია და თანხმებელია კი ბატონო დიდი სიამოვნებით მოკლედ და ჯამში როგორი დედა იყავით ხა როგორ დაახასიათებთ თქვენთან კაცრი ლოიალური კი ვიყავი იცით რა მომთხოვნი აი სწავლა განსაკუთრებით და რაღაცა პეცაპჭო არა მშობელთა კრების შემდეგ რაღაცა ისე დაზაფრია ხა კი არ ვიყავი მონსტრი მაგრამ ნუ რაღაცა ძალიან მინდოდა რომ ჩემი შვილები მე ვიყავი თვითონ პასუხისმგებელი ჩემი თავის მიმართ და ძალიან მეცადინი და ზამშრომელი სხვათა შორის და თითქოს ვეცადინეობდი ვერ ვიტყვი აი ნიჭიერი და ზარმაცი ეს არ მეყვარს ეს სიტყვა ნიჭიერი თუ ხარ არა ხარ ნიჭიერი ზარმაცი თუ ხარ ესე იგი შენ ნიჭს ვერ იყენებ ხო ეს არის აბსოლუტურად აბსურდი და ამ ხრივ კი რა თქმა უნდა მომთხოვნი ვიყავი მაგრამ მე რაღაც უკვე რო შევხედეთ რომ ჩემი ბავშვების მიწყობენ და ჩემი ბიჭების ხელს ნელ-ნელა ეს აფქენი ყოველში თავიდან საჭიროა აუცილებლად რომ მიუშვა მithom ეს ბიჭები ხა ისეთ უბანში ვართ ყველა უბანი ახლა ხშირება რაღაცა ბიჭები არიან და რაღაცას გაიტაცონან და ადგინას სადღაცა ბირჟას რო ეძახიან და ასე მაგრამ ამ ხრივ მართლა ბედნიერი დედა ვარ და მადლობა უფალს რომ მართლა კარგი შვილები მყავს არასოს არ მithქვას და რომ ნახონ ეს გადაცემა ძალიან დიდ საყდურს მივიღებ ვიცი მაგრამ საერთოდ ზოგადად მინდა გითხრათ ესა ღვთისაჩუქარი დედობა ნამდვილი ღვთისაჩუქარი რაღაც ღმერთია ჩარეული იმიტომ რომ არავის შენი ისე არ ტკივა როგორც დედას არავის ისე არაფერი ისე არ უხარია როგორც დედას რაღაც სანამ დედა ყავს მართლა სულ პატარა გრძნობ თავს მე მახსოვს დედა გარდაცვლილია უკვე რამოდენიმე წლის და როდესაც
კარგა ხნის იყო უკვე 80-მდე არა 78-79 ისეთ დარიგებებს მეუბნებოდა დედა მეუბნებოდი რაღაცა პატარა ბავშვებს მეუბნებიან მაშინ წინდა ვაიმე როგორ ნეტა ახლა ცოცხალი იყოს კოვიდახი და რაღაცა ისეთ გულშემატკივარი ისეთ რაღაც დეტალებზე არავინ ქმარი შვილები გადასარევარ დედასნაირი არ არსებობს ვერავინ ვერ დამარწმუნებს მასავით გულშემატკივარი ავდეს შვილს ზოგადად როცა რაღაც ხდება აწმყოში ვერ ვაფასებთ ხოლმე ისე სათანადოდ ამას დრო სჭირდება ალბათ ადამიანები ვართ და ასე ხდება რა თქმა უნდა შეიძლება გვეპატიება კიდეც ადამიანები ვართ და მე ძალიან პატარა ყურადღებაც აი სხვათა შორის ჩემმა ბიჭებმა იცოდნენ რაღაცა პატარა ისკონები მოქონდათ ხოლმე და ადრე რაღაცა ძალიან მიხაროდა და რაღაცა გულებს მიწერდნენ ისა კონვერტებს ეხლა ჩემი ბიჭი იყო ჩამოსული ახლა 3 მარტისთვის და რაღაც ჩამოვიდა და რაღაც საჯოქარნო ახლა არა აქვს ფასეული არა აქვს ისე მამის ხმით ვტიროდი იმიტომ რომ ეს იმდენად ძალიან ისეთი სიამოვნებაა შვილისგან ნუ სულ პატარა ყურადღებაც ძალიან რო ვიცოდნენ ვეუბნები რომ თქვენ მშობლები რო იქნებით და პატარა ყურადღებაც იმდენად სასიამოვნოა რა თქმა უნდა და ყველა დედას უსურვებ დედობას და ბედნიერ დედობას და მათი შვილების სამართალ და მათი შვილების წარმატებებით ეხაროთ. სხვათა შორის ახლა ჩვენ ბიჭუნები ყავს ძალიან ბევრი სასწავლებელში და ქონდა კონცერტი დედის დღისადმი მიწვია და ძალიან სულია მარტო ვაჟები ულოცავდნენ პატარა პირველი კლასიდან მე-11 კლასზე ყველა განყოფილება ულოცავდა დედებს და ისეთი შარშან ჩაეყარა საფუძველი და ტრადიციად იქცა წელსაც გააკეთდა და მოკლედ იყო ცრემლი სიხარულიც და ასე რომ ეს გაგრძელდება. ძალიან მიხარია რომ ბიჭები ყავს ბლომად. კარგით, მაგებსაც ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მაგ დეტალებზე, მაგრამ თქვენ ბრძანეთ რომ შვილების მიმართ იყავით მკაცრი და ეს ნიჭიერი მაგამ ზარმაცი ამ ცნებას საერთოდაც არ ცნობთ. არაბიოლოგიურ შვილებსაც გადმოდის იგივე თვისებები თუ რაღაცაები იცვლება? არა, არაბიოლოგიურზეც რა თქმა უნდა გადმოდის ხო? როგორ არ გადმოდის. ყველა დედასთან კონტაქტი მაქვს, ზოგი ძალიან ბევრი ემიგრაციაშია, ზოგი ბებო, ზოგი მამიდარბისთან კონტაქტი მაქვს. ერთხელ ნაკვეთზე მივედი მალხოს. ნაკვეთს რომ ბაღაშვილები ყავდა დები ახალი დამთავრებული მქონდა მაშინ კონსერვატორი და რო არ გამოჩნდა ეს და ვერ მაშინ მობილურები არ იყო და ნაკვეთი ქონდა სადღაც ფარცხანაყანებისკენ იქეთ და ჩემ მეუღლე წავიყვარე და დავადექი იქ თავს ნუ რა სიტყვებით ვაძღავდი უკვე იმიტომ რომ ძალიან იჭერი ბავშვი იყო და საოცრება ჭირდა ვერ მოკდებოდა და ვერ ჯდებოდა ინსტრუმენტი ძალიან მთხოვნი ვარ აი ამას ხამაღლა ვიტყვი ასეთი შვილების მიმართ არ ყოფილი არ გამოდის სხვანაირად არ შემიძლია ის შედეგია თუ არ დაიდო და სასურველ შედეგამდე რომ მიხვიდე ნანას შემოსაყვარელო ძალიან დიდი შრომაა საჭირო ამისათვის და ხო, მაგრამ ნახეთ, ამ შემთხვევაში ალბათ პედაგოგის როლიც განსაკუთრებით იმატებს, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ალბათ მე არ ვიცი, კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, მაგრამ რაღაც ენა, იპოვოს, რაღაც რა დაინტერესება, ალბათ ამ შემთხვევაში პედაგოგი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, ფსიქოპორტრეტი შეისწავლოს. თუნდაც იმ პირველ კლასში სულ არ უნდა შენი მეოთხედი რაღაცები, რაღაცა თამაში, ზოგიერთი პირიქით ისეთია, კაცივით არის შემოდის პირველ კლასში, მაგრამ ზოგი ისეთი რომ რაღაც ბაღიდან 5 წლის ბავშვი აბსოლუტურად არ შეიძლება კიდეც ვიწახე 6-საც არა 7 წლიდან შეიძლება ცოტა უკვე რაღაცა მასზე მოვიდეს ბავშვი იმიტომ რომ იქ მარტო სმენაზე და სიმღერაზე არაა საუბარი და ამიტომ რაღაცა მისხანარი მიდგომა უნდა რაღაც ერთხელ შეიძლება ჩემ ხატრე მეუბნები აი რო დახატავ შენ აქ სხვა ფერს რო გააკეთე ბარდისთვის აი ფერზე გააკეთე ის რაღაც ისა დაუკარე ხო აი სხვა ფერები შუა სტრიხები დასვი და გააკეთე და რაღაცა სხვა მიდგომა სხვა თემებზე საუბრობთ ახლა ნუ ვის უნდა ახლა სულ მარტო ხო ძალიან ის არის ამიტომ ეს მეგობრებიც ავართ გააკვეთილის იქეთ ნუ არის და რა ჩახუტებები და რა მდგომარეობა მიდის არ იკითხება ბევრი შორე ბავშვებს მაგრამ გააკვეთილს ხო და აუცილებელია ეს რომ რაღაცა გააკეთო ცოტა რაღაც გადახოვები ხო აი ბავშვებს თუ გადაავალებ თვალს რაღაც მიდგომები იცვლება ანუ თაობებიც ხო იცვლება აუცილებლად ნახეთ ახლა საით შეიცვალა ეს მიდგომა მიდგომები ახლა ზოგი უარყოფით ისკენ იმიტომ რომ ახლა ეს ბულინგის თემა ძალიან წინ წამოსული და უკვე მშობლებიც მშობლების ბრალიცა უკვე ეს ზედმეტებს შვებიან ნახეთ რა ხდება აბსოლუტურად ჩვენთან ახლა იყო რამოდენიმე შემთხვევა სოციალში რამოდენიმე კვირის წინ მასწავლებელი რომელიც რა ამოდის პირიდან არ იკითხებათ შენი ჭირი მე საყვარელო
ნუ რაღაცა ოდნავ ხმას აუწევს და იმასაც კი შეგენა ხარდა ამბობდა მობილური ქონდა ბავშვი ჩართული მშობელმა უთხრა რომ ეს მობილური უნდა ჩართო და შენ მაინტერესებს მე გაკვეთე თვითონ დაესწროს ოჯობია რომ დაესწროს გაკვეთე ეს უკვე რაღაცა სხვა მიმართულებით მიიღავს ამას ბავშვი არა სასიკეთოთ ბავშვისთვის და თქვენ ასე გითქვიათ რომ საყვედურიც არ შეიძლება თუმცა ჩვენ ხო ნერვები უნდა გქონდეს ისეთი უმყარესი ფსიქიკა და ანტანები ვართ გასაგებია და თმენის ვალდებულება გვაქვს ყველაფერი მაგრამ ეს უკვე ამიტანია რომ არაფერს არ იღებენ პირველ რიგში მშობლები ნუ მე ახლა ყველაზე არ ვსაუბრებ იმიტომ რომ არიან ისეთი მშობლები რომელთაც ბერს რომიცადო ვერ გააგებიებ და მისი შვილია ისიც და რაღაცა ადრე არა მაგას როგორ ვიძახი მე როგორ გავბედავდით მაგას რა უნდა ეთქვა მასწავლებელს და ჩვენ რაღაცა ძალიან მურჩილები ვიყავით ასე არ ვიძახი შეიძლება მურჩილი მაგრამ რაღაცა ხო შეიძლება საყვედური უთხრას საერთოდ თუ არ ეკარება ინსტრუმენტს ბავშვი საერთოდ ყოველ საგნებზე არ დადის ხო შეიძლება რომ რაღაც საყვედური არა არის აი ეს სკოლიდან მოდის მაინც ინიციატივით ხო მოდიან ეს ბავშვები თქვენთან შვიდი ბავშვი ხო ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ხო რა თქმა უნდა მე მშობლიდან მოდის ეს ყველაფერი და როგორ დასრულდა ეგ ამბავი არა სასიკეთოდ შორის ვესაუბრე მე და ახლა მასეთი არ არის დავები რო არა რაღაცა პატარ-პატარა სიამოვნებით რომ პედაგოგი იმდენად იხარჯება და ყველაფერი მიაქვს რაც შეუძლია თავის ცოდნას უზიარებს და მართლა არის გაკვეთილზე რო შემოხვიდეთ არ შეიძლება იმ ხელა ენერგია მიდის და ამიტომ გულსატკენია რომ როცა ოდნა არაფრის გულის მშობელმა შეიძლება რაღაცა ესეც არის იშვიათ შემთხვევაში ძალიან მაგრამ მაინც არის ვერ მოვატყულებთ რა თქმა უნდა ყველაფერი ასე არ არის ქალბატონო მანანა ძალიან კარგია ფიზიკა ქიმია მათემატიკა და ასე შემდეგ მაგრამ ზოგადად ხელოვნებას და მით უფრო კლასიკურ მუსიკას ანუ ბავშვის განვითარებაში რა წვლილი რა თქმა უნდა უდიდეს სხვა შორის ახლა ფსიქოლოგები და ძალიან ხშირად დამავიწყდა იმ ქალბატონის გვარი და მეცნიერებისგან დამტკიცებულია ბავშვი რომელიც ახლა საუბრობთ სხვა შორის ჩემ თანამშრომლებთან რომელიც ეუფლება მუსიკას იმის ტვინის განვითარება აბსოლუტურად სხვანაირია ხვეულების მე მგონი იზრდება თვით ელისოვის სალაძე მეტრე ამ სფეროს მოგეხსენება ბავშვი რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ის გააგრძელებს მაღალ საფეხურს სასწავლებელს თუ კონსერვატორიას რომელიც ეუფლება ამ სფეროს და სახელოვნებო განათლებას ის საერთოდ სხვანაირად აზროვნებს ტვინის მოწყობილობაზე ეს მეცნიერულად დამტკიცებული და ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა სხვა სიფაქი ჩვენთან საერთოდ ნახეთ მე ხა სკოლებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ ჩვენთან სხვა გარემოა ნანა იცით ძალიან თბილი ძალიან ტკბილი ამ სხვა ემოციები მოდის სხვა ერთმანეთის სადმე არა აქვს შუღლი და რაღაცა ერთმანეთს მოსმენენ ერთმანეთის პროგრამები იციან ჩართულები არიან ერთმანეთ კეთილმოსურნეები არიან ერთმანეთის მიმართ და ჯანსაღი კონკურენცია აი ამას ამდენი მნიშვნელობა აქვს უბრალოდ ჯანსაღი კონკურენცია რომ და სტიმული აქვს ბავშვს აი მაგალითად ის ბიჭები თუ მინდა როგორც დიდი ბიჭები ყავს ძალიან კარგი მე მე-9 კლასელი მეც ამყავს ერთი კარგი ახალგაზრდა რომელიც კონკურსზე გასაუბრებით შემდგომში ახლა და გეტყვით ის რო ხედავს რომ აი ბიჭი ინსტრუმენტთან ხო იც მაინც სხვა არის და სხვა დატვირთვა აქვს და სხვა ემოცია სხვა მასშტაბი აი მასაც უკვე უნდება ეს ისა ყველაფერი და ამიტომ ეს ყველაფერი გადამდებია და სხვათა შორის ძალიან დიდი კონკურსი გვაქვს ყოველთვის ქუთაისში მაინც ყოველთვის სხვა ტრადიციების ქალაქია და ნუ ლამის 4 ადამიანი მოდის ერთ ადგილზე ჩვენ თავიდან პირველ კლასში 30-35 ადამიანი ყავდა მისაღები მე 50 მე გაერთიანებამ დაგვიმატო 80 ხავს უკვე და ასე რომ მაინც დაგვრჩა სასწავლების მიღმა ბევრი ბავშვი მაგრამ გვაქვს ფასიანი სექტორიც და ასე რომ მიზერული სახა 50 ლარი გადასახდელი და უფასოა ბავშვი ყავს ჯამურად 200 ბავშვი ყავს შეიძლება ცოტა კიდე მეტი ძალიან ბევრი არის მსურველი და მაღალ საფეხურზე შედარებით ცუდი მდგომარეობა იმიტომ რომ ეს სასწავლებლები გაუქმდა თქვენს და შემდეგ აღარ დავიწყებთ საუბარს ამაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე ყველგან და ამიტომ ამან გამოიწვია ეს რომ შემცირდა მაღალ საფეხურზე ჩაბარებას და როცა სასწავლებელი იყო მაშინ უკვე დიპლომსაც იძლეოდნენ ჩვენი დამთავრებულები რეგიონებში პედაგოგებად იყვნენ და არის ძალიან სერიოზული საუბარი უკვე ადგენაზე სასწავლებლების და სტატუსი პედაგოგის სტატუსი ჩვენ არა გვაქვს ჩვენ ვართ კულტურის მუშაკები და ასე რომ პედაგოგის სტატუსი ეს
უნდა გადაწყვიტონ სამინისტრო და იმედია რომ ძალიან დიდი ძვრებია სხვათა შორის უკვე წლებია და ეხლა რაღაცა ბოლოსკენ მიდის და მე იმედი მაქვს რომ დაუბრუნდეთ თქვენს ყოველდღიურობას თქვენს სასწავლებელში, იქამდე მაინტერესებს ამ შემთხვევაში გადმოვიდეთ როგორც ქალბატონი მანანა მსმენელის რანგში. კლასიკური მუსიკის მოსმენისთვის და რომ გავიგოთ ზოგადად რას უსმენთ, რამდენად რთულია. ჩემთვის იმის დამოხდებოდ რომ მუსიკა ძალიან მიყვარს. კლასიკური მუსიკით ტკბობა ფიქრობ სხვა განათლებასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ახლა ნახეთ რა ხდება, იქ ხო არის სხვა მაგალითად ჰაიდ მოცარტი, ბეთჰოვენი, ვენის კლასიკოსები, რომანტიკოსები. ყველას შესახებ რაღაც სასურველია, პატარა ინფორმაცია იყოს. მე მხატვრობასთან არის დაკავშირებული ის პერიოდი, მე-17 საუკუნე, მე-18 ეს აღორძინების პერიოდი, რენესანსი, ესენი აი ეს ყველაფრის შესახებ მაინც საჭიროა, რომ ელემენტარული რაღაც განათლება თუ რა ქვია რაღაც ინფორმაცია უბრალოდ გქონდეთ. იმიტომ რომ რომანტიკოსებისთან სხვანაირია, სხვა მუსიკა, ის უფრო ემოციებია, აქ უკვე გონებრივად უფრო გონება მოდის წინ კლასიკოსებთან და ამას ეგ შემსრულებელი როცა იცი და რაღაც ინფორმაცია გაქვს, შემსრულებელსაც სხვანაირად უსმენ უკვე. ცოტა უნდა გქონდეს რაღაცა. ხო, ანუ ყველა ხა ცუდი ნათქვამია, მაგრამ ყველა ვერ მოვუსმენთ. იცით რა ისე როგორც საჭიროა მოსმენით ხო ასე ღრმა შეიძლება რომ რა სასიამოვნო აუცილებლად იქნება ყველას ის იმიტომ რომ აი საზღვარგარეთ ყველა საოღრანო მუსიკის აღამოები ასე თვითონ ეკლესიებში ყველგან ტარდება პატარა ისეთი კონცერტები და ყველა ტიპის მსმენელია ყველა და ისიც ის იმდენად რომ მაღალი აი 60 შემდგომ კომპედა ისე უკრავენ სხვა ინსტრუმენტებზე ეუფლებიან სხვა ინსტრუმენტებს. იმიტომ იქ სხვა კულტურაა კიდე და ასე რომ მაინც საჭიროა ცოტა ინფორმაცია, მაგრამ ისედაც ზოგადად რო ისმენ, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იმდენად სასიამოვნო იყოს, რომ ყველაფერი იცოდე იმის შესახებ და მე დაგაინტერესოს შემდგომში. შეგიტრიოს. თქვენ რა მუსიკას უსმენთ ხოლმე? მე კლასიკურ მუსიკას და ახლა როკი მიყვარს, ვერ გეტყვით. ეს ალტერნატიული როკი, აი ჩემი ბიჭი იმაშობა და ვიცი ხომე ახლა ის მწროსი ბიჭი თუ გაუბრალოდით. ხო და უფრო რაღაც ჯაზი მიყვარს ძალიან და რაღაცა აპრილის ჯაზის თუ გვაქვს გვიახლოვდება ჯაზის. ხო და რაღაცა ისიც კაი მოსასმენია და ხო იმპროვიზაციები ზოგადად ცხოვრებასაც უხდება ალბათ კარგი კუთხით და მით უფრო ჯაზი ამ მოცემულობით მნიშვნელოვანია. სხვანაირ რაღაცა მოახშე. ახლა თქვენ წარმოიდგინათ ასეთი კულტურული ქალაქისთვის რა ლამაზი და საინტერესო იქნებოდა რომ ყოველდღე მუსიკალურად რაღაც ხდებოდეს. ხო? თან მხოლოდ სასწავლებლისთვის არა, თუნდაც თეთრხიძე, თუნდაც ეგრეთ წოდებულ სიყვარულის ბაღში, ანუ გარეთ გასვლის ხო, აი ეხლა მაგაზეც გეტყვით, ნახეთ ჩვენ ხო გვაქვს ჩვენი სასწავლო პროგრამა. გარდა იმ სასწავლო პროგრამის ზემოთ და მიღმა უამრავ რამეკეთება ჩვენი მოსწავლეები ქალაქის კულტურულ და შემოქმედებულ ცხოვრებაში არიან ჩართულები და ამას მაღლა ვიტყვი მართლა თუნდაც ახლა კონცერტი ქონდა ძალიან ჩვეულებრივი აი სახალხო კონცერტი ნებისმიერ ხმამაღლა ვიტყვი ამას და კიდეც არ ველოდი ნებისმიერ სოფლიოს ნებისმიერ ქალაქში წავიღებდით ისე ჩვეულებრივად ყველა განყოფილება მიიღო მონაწილეობა ისეთი ზეიმი გამოვიდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩასაბერები ყავს ეს ხო დეფიციტური საკრავია ქსილოფონი არაჩვეულებრივი გუნდები საუკეთესო გუნდები კამერული ანსამბლი და ეს ყველაფერი ახლა მე მსმენელის პოზიციიდან გამოვდივარ აღარ უნდა ეს 8 პიანისტი და 10 მევიოლინი არა აქ უნდა იყოს ჩელოც ყველაფერი ჩართული და მსმენელის პოზიციიდან როცა გამოდიხარ და უსმენ და მრავალფეროვანია გამომსვლელების და ძალიან მაღალი დონე უკვე სხვა მართლა ძალიან მაღალი დონე იყო არასდროს არ მithkoms ეხლა იყო რა იცი რა ჩვენ თამასა გვინდა რომ არ დავწიოთ და არ წევთ ჩვენ 10 წლედი მიქელაძის 11 წლედი სამუსიკო სასწავლებელი და სემინარი აი ამასთან ვართ გათანაბრებული სკოლები რა თქმა უნდა მე არავის შევარწმუნდი ისინი 6 წლედია ჩვენ ვართ 11 წლედი და კიდე სხვა მოთხოვნილებები გვაქვს და რა თქმა უნდა უფლება არა გვაქვს სხვანაირად რომ
წავდგებ ჩვენელის წირაში და ასე რომ იყო სხვათაშორის გაერთიანებამ გააკეთა მუსიკის დღეები 2023-2024 ქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩვენთან სხვათაშორის თომას ვანის 100 წლის იუბილეი იყო და რეზო ჩხიკვიშვილი იყო ჩამოსული თავის დამავიწყებ ქალბატონის გვარი არაჩვეულებრივი კონცერტი მივეცით არაჩვეულებრივი გერმანელები გოეთეს საზოგადოება მე ამერიკიდან დელეგაცია პოლონეთიდან და ჩვენი მოსწავლეები ჩართულები ისეთი აღფრთოვანებულები წავიდა იმიტომ რომ ეს არის აუცილებლად მარტო სასწავლებელში და ეს არაა საკმარისი ახლა თბილისში გვინდა უკვე გასვლითი კონცერტი ჩვენ ახლა 105 წლის იუბილე გვაქვს მოგეხსენებათ 195 წლის ბოლოზე ჩატარდა და გრანდიოზულად და მასშტაბურად და ეს უკვე ჩვენთან ჩატარდება სასწავლებლად ძალიან გვინდა გარესივცე იცით თქვენ ჩვენ გარესივცე გვაქვს არაჩვეულებრივი და კიდევ უფრო კეთილმოეწყობა გაკეთებულია მაგრამ კიდე შეიძლება ხელი შევლება იქ და ასე რომ ძალიან უცხოც იქნება და ეს 105 წლის იუბილე გვინდა გავაკეთოთ. აუცილებლად მინდა გითხრათ ესეც რომ ძალიან ბევრს საუბრობ. არა, პირიქით, სიამოვნებით გითხრათ. მაგისთვის დაგბადიშეთ რომ ისაუბროთ. ხო, მინდა გითხრათ თქვენ იცით რომ 10 წელი შეუსრულდა უკვე მელიტო ბალანჩევიჩის სახელობის კონკურსი. რომელიც 2015 წლიდან არის უკვე როგორც მუსიკოს შემსრულებელი და ბოლო 2 წელია საერთაშორისო სტატუსი მიიღო და უკვე შარშან წინ ჩვენ ქონდა საერთაშორისო პიანისტი. ანუ უკვე როგორ შვებით იცით პიანისტები, მე ვიოლინები, მე ვოკალისტები ჩასაბერები მუსიკოს შემსრულებელთა, მაგრამ ამ წუთას ბატონი გოგი ჭიჭინაძე გახლავთ თავმჯდომარე და ბატონმა გოგიმაც გვირჩია რომ ჯობია ერთი მიმართულება და ოღონდ იყოს ძალიან მაღალ დონეზე და სულიად არც გვიზრუნია ისე მივიღეთ 30-35 მონაწილე შარშან წინ 2 წლის წინ ძალიან კარგი მაღალ დონეზე ჩატარდა და წელს ახლა უნდა ყოფილიყო დეკემბერში ვატარეთ იმიტომ რომ მარტი-აპრილი ძალიან დატვირთულია ყოველთვის კონკურსები და ამ სიტუაციების გამო ისეთ არეულობა იყო რაღაცა და რაღაცა მართლა უხერხული იყო უკვე კონკურსის ჩატარება მართალია ეს არ არის ტაშპანდური როგორც ზოგს გონია მაგრამ გადავდით და გვაქვს ახლა უკვე 1-დან 6 აპრილამდე ეს მუსიკოს შესრულებელთა გოგი ჭიჭინაძე სამწუხაროდ ვერ ახერხებს ჩამოსვლას იმიტომ რომ გდანსკში ის არის მთავარი დირიჟორი და ძალიან მის გარეშე რა თქმა უნდა ძალიან გაგვიჭირდება იმიტომ რომ მის სახელთან ასოცირდება ეს ყველაფერი გიგლა კაცარავა იაპონიაში მოღვაწე ქართველი რომელიც ქუთაისელი წარმოშობით იჩქება თავმჯდომარე პორტუგალია ჩინეთი იტალია ხო აი ესენი იქნებიან ჟიურის წევრები და ამ კონკურსის მიზანი რა არის ქალბატონო წარმოჩინდეს ახალგაზრდა მუსიკოს ნიჭიერი მუსიკოს შემსრულებლები. სხვათა შორის შემდგომში და გვაქვს უამრავი პრიზები რა თქმა უნდა. საუკეთესო პედაგოგის ეს საცოდავი პედაგოგი არავის არ ახსოვს და ამდენ შრომობს და ჩვენ ქონდა ანასტასია ბისალაძის სახელობის პრიზი რომელიც ნინო ქათამაძეს გადავეცით. გვაქვს ჟიური სიმპათია, მომავლის პერსპექტივა, საუკეთესო პოლიფონიის შესრულება, საუკეთესო ესა კიდე არტისტიზმისთვის და ძალიან ბევრი პრიზები გვაქვს და ასე ყველაფერი გადანაწილდება. იმიტომ რომ 3 პრემია არის, სულ საუკეთესო ის არის, რა ქვია, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და კონკურს, ძალიან მაღალი პრემიები გვაქვს, ფინანსურს ამბობ და ისე როგორც საერთაშორისო კონკურს, მაგრამ არ გაიყოფა ეს პრემიები და ამიტომ სხვა ბავშვებმა, რომლებიც დიდების 27 წლამდეა, 9-დან 29 კატეგორიების მიხედვით არის, დააშავეს ხო და ამიტომ შეგვიძლია რაღაცა იმის სახელობის პრიზი რაღაც გადავცეთ, რომ აუცილებლად წავახალის და ბოლოს მე არ ვიცი ნახოთ შემდგომ ისიც გათვალისწინებულია აზიიდან მოგხსენებათ რადონის მუსიკოსები მოდიან ის კიდე სხვა თემა და სხვა კოდია ჩადებული არ ვიცი 3-4 წლის ბავშვების აუცრებებს ვერ ამოვხსენი მე ვიგე არაფერს ვერცევრა მე მგონი და ამიტომ გაფართოვდება კიდე ეს კონკურსი და შემდგომ ისიც კიდე ორკესტრი მესამე ტური რო გავაკეთოთ ორკესტრთან ერთად და ასე რომ დიდი გეგმები გაქვს ახლა დიდი გეგმები გაქვს ხო ახლა აპრილი და მე ალბათ ივნისში რა თქმა უნდა გასვლითი კონცერტები თბილისში გვინდა აუცილებლად ეს სერიოზული განაცხადია 10 წელი გარემონტა ძალიან კარგად თბილისის საწლით და ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ბატონ ნოდარჟვანიასთან და ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა 10 წლებთან და არაერთხელ ქონდა კონცერტი და ახლა კიდევ უფრო იცით რაც დრო გადის კიდევ უფრო გვემატება პერსონალობა და კიდევ უფრო მეც ვითხოვთ არაფერი არ გვაქვს იძახიან არაფერი არ მოწონს მანანასოვი როგორ არ მომწონს მართლა არ უნდა დაგაკმაყოფილო იმან და თუ გინდა რომ წინ წახვიდე თუ ყოფილი დარჩისო დამთავრებული უკვე
იქ რაღაცა ისი არ არის როგორც უნდა იყოს, ხო? და ასე რომ ამბერი კონკურსები ველოდება, კვირეულები, ახლა ძალიან დატვირთული მისი წყება უკვე მარტიდან და მე უკვე მისაღები გამოცდები და ასე რომ ხუთაშორის მარტო ქუთაისში არის უფასო სწავლა და ეს მართლა სრულიად გაოცებულია. ფუფუნება შეიძლება ეს ძალიან დიდი ფუფუნება. სრულიად უფასო, არანაირი გადასახადის ყველანაირად გათავისუფლებულია მშობელი, უბრალოდ თუ ვერ მოხდება ფასია უფასო სექტორზე 50 ლარია და ისიც როცა წლის განმავლობაში თავს გამოიჩენს, გადადის ბავშვი უფასო სწავლებაზე. კი, ასეთი თბილისში ხოთაშორის თვითდაფინანსებით არის და ძალიან ბევრი ბავშვი წავიდა სკოლიდან, იმიტომ რომ ვერ ახერხებენ მშობლები ახლა 100 ლარი 150 გადახვდას ასე. ასე რომ ამ მხრივ მართლა ფუფუნება გვაქვს და ყველა სახელოვნებო განათლების დაწესებულება ისეთ მაღალ დონეზეა განაგრძობენ ღირსეულად მართლა თავიანთ ტრადიციებს აღარ საუბრობს სასწავლებელს მართლა გამართულები ვარ. ქალბატონო მანანა, ის თაობები ახლა რომელიც აღზარდეთ, დღეს საერთაშორისო მასშტაბით სად არიან? გეტყვით. კი ბატონო, აუცილებლად მინდა და მაგას მეთქვა და კარგია რომ აკეთვა და ამისთვის. ესენი ამთავრებენ ჩვენთან და თუნდაც თბილისის კონსერვატორიას და მე ძალიან სასურველია თუ დაბრუნდებიან ჩვენ თავიანთ ქალაქში რაჯობია მართლა საოცრება იქნება მართლა აყვევებული იქნება მე უკვე ყველაფერი მანჰეტენ სკულში ძალიან ბევრი არის ბოსტონის კონსერვატორიაში გერმანიაში ახლა განსაკუთრებით კიდე ლიზი ბასილაძე ჩვენი სასწავლებელი პირველი პრემია აიღეს საერთაშორისო კონკურსში და ამერიკაში ბოსტონში ლილე ემნაძე საოცარი წარმატებები ქალბატონ ლედას სამოწაფარი ჩემია და ვარდო თათარაშვილი ჩემია გვარია საოცარი წარმატებები ასევე გიორგი საჯაია ძალიან კარგი ახალგაზრდა რომელმაც დაამთავრა საფორტეპიანო ქალბატონ ციცინო თოდუასთან და დირიჟორი როგორც დირიჟორი ჩამობრძანდა და თედო დიოკონჯი ისევ ჩვენ კურსდამთავრებულთან ერთად ჰქონდათ ეს დირიჟორი იყო და ჩვენი ორივე კურსდამთავრებული ერთი პიანისტი და ასე რომ ახლა იცით ალბათ გიორგი არაბიძე არაჩვეულებრივი უნიჭერესი ახალგაზრდა ცალკე დგას საერთოდ მან დაამთავრა საფორტეპიანო და უკვე ისეთი წარმატებები აქვს საკომპოზიციო მიმართულებით ლონდონი, პოლონეთი და ამერიკაში გრან-პრი და პირველი ადგილი და ერთი იყო ბოლოს იძახოდა და მე ვერ ვიტყვი მას მეუბნება გენიოსების ის კონკურსი ეს რანაირად დავწერა და პირველი პრემია მოიპოვა უკვე საკვარტეტო ჟანრი კამერული ანსამბლი აი ყველა სონატური ფორმა პიესები ქართული საბავშვო პიესები და სრულდება უკვე გიორგის ნაწარმოებები ჩვენთან ხო ქართული მუსიკის დღეები სულ აგვაქვს და ქართული მუსიკის დღეებზე სრულდება გიორგის ნაწარმოებები, ასე რომ მარტო დაამთავრეს და პედაგოგებად დაბრუნდნენ არა. უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო ასპარეზია გასული. მე უბრალოდ გვარებია ანუ თითოეული მათი წარმატება თქვენი თავიდან დაბადების და თქვა უნდა რა სამყო და გვიგზავნი იქიდან გვირეკავენ და ეს მე ვიღებ თითქმის ყოველდღიური ის ვიცით მაგათი და სადგადიან რო რა კონკურსზე და ასე რომ და დიდი მადლობები მოდის ჩვენ დირექციის დირექციას და თქონდა პედაგოგებთან. ხო, აი პედაგოგები თქვი და იქვე საერთაშორისო კონკურსი რაღაც ნომინაციებში წავახალისე თუ ადამიანები რომლებიც ჭრილში არიან, ხო, შეიძლება რა თქმა უნდა, არავის არ აქვს თქვენს პედაგოგებს. გაუთავება შემიძლია ვისაუბროთ გაუთავებლად, იმიტომ რომ ეს არის ისეთი რანგის პედაგოგები, ძალიან მაღალი რანგის, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას ხო გადაშეძენ და ოჯახის წევრებივით არიან. ოჯახის წევრები არიან მათი მოსწავლეები. აი მაგალითად რამდენჯერ სადილზე დადიან მასთან, ლამის ღამე რჩებიან, არის ბევრი რეგიონიდან და ვერ მიდის რეგიონში. ეს არის საერთოდ სასწავლებელი არის ერთი ოჯახი. სულ ამას ვიცახეთ, ახლა მithmetes რომ გარემოდდა. სულ 8-9 საათები არა, უკვე მოსწავლეების არავის არ აქვს, მაგრამ დაბიჯებითი არაჩვეულებრივი სასაუზმე გვაქვს, ასე ვთქვათ, ბუფეტი. და იქ ვხედავ და ნუ რას ვიხსენებთ, მე ვიხსენებთ იმ ძველ დროს, ისიც კარგი დრო იყო, ძალიან გაჭირების დროსაც, სხვათა შორის მოსწავლეები დადიოდნენ ზოგჯერ თქვენს გითხარით, მე მგონი ფეხითაც ჩამოსულან წყალტუბოდან. იმიტომ რომ ბავშვოცა უნდა
ის ყველაფერს იზამს და იმ ყინვაშიც და იმ საოცარი პირობები ქონდა და მაშინ ქონდა მიღწევები და ახლა მithumetes ყველანაირი საშუალება იმისთვის რომ მაღალ დონეზე ამუშაო. ასე რომ მაღალი რანგის პედაგოგებით შეწუვლები თავის საქმეს და რაღაცა ის ისტორიული ჯაჭვი რომელიც აი დაარსებიდან მოდის სასწავლების დაარსებიდან დღემდე არ გაწყვეტილა მივსებით არაჩვეულებრივი სულ ისე ვარჩევთ კადრს ისეთი კადრი უნდა მოვიდეს როგორც ეკადრება სახელი გყავთ როგორ არიან ახალგაზრდა ჩემი ნამოწაფრები ფოტოშორის 2-3 ჩემი ნამოწაფ არიან კი ახლები ახლა ჩამოვიდა კიდევ თბილისიდან კონსერვატორია დაამთავრეს აქ გათხოვდა 1-2 ძალიან კარგი ახალგაზრდა და ასე რომ მაგენი სუპერაბნი და ეს ახალი სისხლი ეს შევსება თუ არ იქნა არაფერ შეიძლება აუცილებელია და ასე რომ მე მინდა მართლა ქედი მოვიხარო ყველა პედაგოგის წინაშე აქ აღარა განყოფილი ვებზე საუბარი და საოცარი პედაგოგები ღვაწლმოსილებიც ჩემი თაობაც ჩემი შემდგომი თაობაც ის ძველი თაობა მაინც არის სხვა მოწიწება გვაქვს ჩვენ ყოველთვის მათ მიმართ და კიდევ დღემდე ვსწავლობ მათგან და ასე რომ ალბათ მანანა ქუთაისის სასწავლებლის გარეშე თქვენი ცხოვრება როგორი იქნებოდა მე რაღაც ვერ წარმოვიდგენია ჩემი საქმის გარეშე ნამდვილად მე ამას ვიცახე ბედნიერი ვარ რომ აღარ დავეწებ ან რაღაცები არინ მატება აგერ სახელმწიფომაც 10% მოგვიმატა აგერ ჩვენმა ქალაქმაც ყოფილები ვართ ბატონისთვის თან შესაქმეს რო აკეთებ ეს იმდენ დიდი ფუფუნება იმიტომ ჩემ კურსზე იყო 45 ბავშვი მაშინ სტუდენტები რო ვიყავით 5 თუ 6 არის თავის საქმიანობით დანარჩენები ვინსაც წავიდა რაღაცა ეს ზოგი სახში ზის და იძახიან რა ბედნიერება როგორ თავის ძოზე არ ვიფიქრე მაგრამ როგორც კი ჩამოვედი წლიდანვე დავიწყე მუშაობა როგორც კონცერტმეისტერად როგორც პედაგოგი პირველ სამუსიკოში ვიყავი ოპერაციაშიც კონცერტმეისტერი კონსერვატორიაში ყველგან ვიყავ 4 დღეზე მუშაობდი და არა მარტო მე ყველა და ამის გარეშე რაღაცა თავისი ინერციით მივდივარ სასწავლებელში ზოგჯერ არის კვირა დღეს ხო მაგრამ იქ რვა შევიარო და იქ სწავლობდი მუშაობდი და ახლაც იქავარ და ახლა წარმოგიდგენია თან შენ საყვარელ საქმეს აკეთებ საერთოდ აქ რაღაცა მიჯაჭვულობა ამას ამ ჩვენ სასწავლებას ისრაელიდან დამირეკა ხოთაშვილის ერთმა ახალგაზრდამ და ის დარბაზის კარები და ის სუნი მახსოვს სუნიო იმაჟე აი რაღაცა ჭირს ყველას ჩვენ ამ სასწავლებლის მიმართ შეპყრობილები ხო ხო იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის საქმის კეთება როცა ძალიან არ გიყვარს და არ ახარ მომთხოვნი და არ ახარ პროფესიონალი არაფერი არ გამო არ თქოს მინიჭიერი და სარმაცი არ არსებობს მოკლედ დავიწყეთ ამ ფრაზით და ვასრულებთ აი ამ ფრაზით ხო როგორც დავიწყეთ ისე ვასრულებ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი წარმატებები პირადად თქვენ სასწავლებელს თქვენს პედაგოგებს თქვენს მოსწავლეებს ამ ქალაქს და კიდევ ერთხელ ვუსურვოთ ქალებს რომ ღირსეულ პირობებში გვეცხოვროს მოკლედ მესამე პირში ამ შემთხვევაში არ ვისაუბრებ ღიმილიანები ბედნიერები და პოზიტიურები ბევრი ჭრიალა ასახებ ჭრიალა თვალები და მნიშვნელოვანია ყველა დედას თავის პირად ბედნიერებას და თქმა უნდა შვილების ბედნიერებითაც ეხაროთ და გაზაფხული მინდა მოულოცო ყველას და 8 მარტი 3 მარტი და სულ ეგაზაფხულო და ელამაზო და ღიმილიანი სახეები. მოკლედ დღეისათვის დაგემშვიდობებით ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ დროებით. ძვირფასო ტელემაყურებლობა დღეისათვის გადაცემაში უოთხე ქუთაისში ამით დასრულებულია. ჩვენი სტუმარი გახლდათ ქალბატონი მანანა კიკაბიძე, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი. ბედნიერ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაგემშვიდობებით. ხოლომდე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.